გესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება გაშლა, რომელსაც ქვია შენი ახალი დასაწყისი, ხო? რა გელოდება ამ ცხოვრების მოსახვევში? რა გელოდება შენი ცხოვრების ამ მოსახვევში, სადაც ახლად გახარ? და ვნახოთ, ხო, ზოგადად რა იქნება ეს. ასე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი საბედისწერო მომენტები, რაც იქნება ამ ახლო მომავალში, ხო? ვისაც რა პერიოდი უნდა იმ პერიოდზე ჩაიფიქროს, აქ რაღაც კონკრეტული მოცემულობა არ იქნება. ბუნებრივი ახლა 1 წელი აქ არ არის, მაგრამ მაგალითად 1 კვირა, 2 კვირა, 3 კვირა ან კიდევ მაქსიმუმ რაღაც 1 თვე შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, ხო? ესე იგი, ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ეს გაშლა საჯარო ზოგადი ინფორმაცია არის. ზოგადი ვიღაცასთან რეზონირდება, ვიღაცასთან არ რეზონირდება, ხო? ესეც ბუნებრივია, რადგანაც საჯაროა და ძალიან დიდ აუდიტორიაზე, ფართო აუდიტორიაზეა ეს გაშლები გათვლილი, მაგრამ მე ვიცი, რომ ვიღაცები მაინც აქ თავის რაღაცას დაიჭერენ და იპოვიან ისეთ ინფორმაციას, რაც შესაძლოა დაეხმაროს ადამიანს ცხოვრების ამ მონაკვეთში, ხო? ან რაღაც რჩევა იპოვოს თავისთვის, ან რაღაც მიგნებას მიაგნოს. ასე რომ კარგი, არ ვილაპარაკებ ბევრს, გვექნება როგორც სულ ვინც ხშირად მიყურებს იცის, 3 პოზიცია გვექნება, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია. დასტებით ვირჩევთ დღეს. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და რომელიც გინდათ, ის აირჩიეთ. ასევე შეგიძლიათ 3-ვე პოზიციასაც უყუროთ. შესაძლოა 3-ვე პოზიციაში რაღაც თქვენი დაიჭიროთ, დაინახოთ და იპოვოთ რაღაც რჩევა, ხო? კარგი, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს, ჩვენ კი დავიწყოთ პირველი პოზიციით. დავწიოთ ეს ორი დასტა, ასე დავდოთ. მივესალმები პირველ პოზიციას, ვინც ახლა შემოგვიერთდა. დავიწყოთ, აბა რა სიახლე იქნება ცხოვრების ამ მოსახვევში, რა ცვლილება იქნება, რა სიახლე იქნება, ხო, რა მოხდება. ნახოთ, ახლა ამ ეტაპზე სად იმყოფება პირველი პოზიცია, ხო? ფიზიკურ ლოკაციას რა თქმა უნდა არ გულისხმობ, არამედ ეტაპზე, ხო, ცხოვრების როგორ ეტაპზე, რა ეტაპზე იმყოფება ახლა პირველი პოზიცია. ეს იმისთვის, რომ ნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია არის ეს, ემთხვევა, რეზონირდება თქვენ სიტუაციასთან თუ არა, ხო? თუ არ რეზონირდება ეს ინფორმაცია თქვენთან, ესე იგი ვირჩევთ სხვა პოზიციას, ან შესაძლოა უბრალოდ ეს არ არის თქვენი გაშლა. პირველი პოზიციის, ახლანდელი მდგომარეობა, მისი ცხოვრების ახლანდელი მდგომარეობა. რა სად გაუხვევს მისი ბედი, ხო? რა ისეთი შესახვევი იქნება, მოსახვევი, შესახვევი, რა მნიშვნელოვანი რაღაცნაირი მომენტი იქნება პირველი პოზიციის ცხოვრებაში. გინდათ ვუწოდოთ საბედისწერო, ესეთი საბედისწერო მნიშვნელოვანი მომენტი და რა სიახლე იქნება აქ, ხო? ჯერ ასე. აშკარა იქნება გამოსვლა. კარგი, ვნახოთ, რა ცხოვრების ეტაპზე იმყოფება ხო პირველი პოზიცია. რა თქმა უნდა, ეს დიდად ესეთი ეტაპი არ არის, სადაც ადამიანი არის ბედნიერი, არამედ ეს არის ესეთი ეტაპი, სადაც შესაძლოა პირველმა პოზიციამ განიცადა უკვე რაღაც გულის ტკენა, იმედგაცრუება, ვიღაცამ მოატყუა, ვიღაცამ დატოვა. ერთი სიტყვით აქ პირველმა პოზიციამ რაღაცა დაკარგა. თითქოს რაღაცა დაკარგა, მაგრამ ამავდროულად რაღაც მოიგო, მაგრამ ამას თუ მოგება ქვია, ხო? რაღაცა ისეთი მდგომარეობა, მძიმე, სევდიანი, უიმედო, იმედგაცრუებული და რაღაცა არ იცი რა უკეთესი იქნება კი, რაღაცა. აქ ისიც შესაძლოა იყოს, რომ რაღაც სინდისის კენჭნა, ხო? ვიღაცას თუ სადღაც რაღაც ისე არ გამოვიდა, როგორც უნდოდა რომ გამოსვლოდა, ან როგორც მიანჩდა, რომ სწორი იქნებოდა, ხო? კიდევ ჩაშელეთ ახლა ძალიან სევდიან ენერგიებში ახლა პირველი პოზიცია. აქ აშკარად ვიღაცამ გადკინათ გული. აქ არის წარსულზე, როგორ თქვა, თქვენი მზერის წარსულისკენ ახლა უბრალოდ ვფიქრობ გრამატიკულად როგორ თქვა სწორად. ერთი სიტყვით აქ არის ეს მომენტი, რომ პირველი პოზიცია იყურება წარსულში.
მომხდარ სიტუაციას. რაღაც ისეთი მოხდა, რამაც მოიტანა გულის ტკენა, ხო? აი, უბრალოდ ნახეთ კარტები, ხო? როგორი კარტებია? გული გეტკინათ, გატკინეს გული. იმედ გაცრუება, რაღაცას მოველოდი და ამ დროს დავრჩი არაფრით, ხო? დავრჩი ხელფეხ შეკრული, დავრჩი იმედ გაცრუებული, დავრჩი გულ ნატკენი, დავრჩი აი ისე როგორც არ მინდოდა, რა თქმა უნდა, ხო? აი რაღაცას რო რაღაცას რო ელოდები, რომ აი უკეთესად იქნება, ან გეგმები გაქვს და აღმოჩნდება, რომ აი რეალობა აღმოჩნდება სრულიად სხვანაირი და დარჩებით აქ, ან მოტყუებულები, ან იმედგაცრუებულები, ხო? ნუ ასეთი ენერგიები ერთი სიტყვით ცხოვრების ამ ეტაპზე პირველ პოზიცია ნახდათ არ არის ბედნიერი, აქ არის მძიმე სიტუაცია, მძიმე ისტორია, რაც მოხდა პირველ პოზიციის ცხოვრებაში, მაგრამ არიღებოთ, ჩვენ ახლა ვნახავთ აქ სავარაუდო მომავალს, ხო? ასევე მინდა გახსოვდეს, რომ ტარო არ არის ზუსტად მომავლის აქ ნახვა, ხო? მომავალს ვერავინ ვერ გეტყვით ზუსტად. ასე რომ ტაროს შეუძლია პროგნოზირება. ხო, ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ ახლა. სავარაუდო პროგნოზი აქ პირველ პოზიციისთვის. კარგი, რა მნიშვნელოვანი ესეთი საბედისწერო გადახვევა იქნება აი ამ მომენტიდან. რა მნიშვნელოვანი. აი ნახეთ, ეს ნახეთ. უბრალოდ ნახეთ კონტრასტი, ხო? რომ კარგათაც გაჩვენებთ ახლა. ნახეთ, ახლა როგორ სიტუაციებში ხართ, ხო? ახლა როგორი ეტაპია და როგორი იქნება. ნუ ძალიან აი ტოტალური საერთოდ დაკარგულობა, დანაკარგის განცდა, სევდა, უიმედობა, უნდობლობა, ბლა 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 და როგორი იქნება. ცხენზე ჯდომა, წარმატება, ადამიანები მოკვებათ, თქვენ გჯერათ, თქვენი ძალების, გჯერათ წარმატების, იმიტომ რომ უკვე მოიპოვეთ წარმატება რაღაცაში და მიდიხართ წინ. მაღლა აწეული თავით, ხო, საკუთარ ძალებში დარწმუნებული, პოზიტივით, იმედებით სავსე. ასე რომ აი ზუსტად ეს იქნება აქ. რა ესეთი მნიშვნელოვანი გარდამტეხი საბედისწერო ცვლილება, რაც იქნება თქვენს მომავალში, ხო, იმ პერიოდზე, რა პერიოდიც აქ ჩაიფიქრა პირველ პოზიციამ, აქ იქნება ზუსტად ეს, რომ თქვენ აი ამ ძიმე პოზიციებიდან გამოდიხართ და თან კიდევ როგორ გამოდიხართ. გამარჯვებული გამოდიხართ. თქვენ ამარცხებთ აი ამ სიტუაციას, თუ ადამიანიც თუ არის აქ, ხო, იმ შემთხვევაში ადამიანი შესაძლოა იყოს და გამოდიხართ აი ძალიან მშვენივრად, მოგებული ხართ ერთი სიტყვით, მოგებული ხართ, თქვენ მოიგეთ და კიდევ მიემართებით ახალი წარმატებებისკენ და ახალი მოგებისკენ, ასე რომ ვთქვათ. კარგი, ვნახოთ როგორ მოხდება ეს, ხო? აი ეს მნიშვნელოვანი მომენტი, როგორ რა იქნება ეს, ასე ვნახოთ, რა იქნება, ხო? არ ჩამიწერია გაშლა, არ დამიწერია გაშლა და უბრალოდ ესე რაც მომდის შეკითხვები ვაკეთებ ახლა. ლაივში, რა იქნება ეს და ნაბიჯის სიახლეში, ეს იქნება ტოტალური ნახტომის სიახლეში, აი საერთოდ დიდი ნახტომი ახალში. ძველის მოშლა, დაშლა, გაშვება, რადგანამდე მძიმეც არ უნდა იყოს თქვენი წარსული და რადგანამდე მწარე არ უნდა იყოს ეს ისტორიები, თქვენ ამას ახერხებთ. თქვენ ახერხებთ იმას, რომ ეს ყველაფერი ჩამოიტოვოთ და თუ აქამდე ან ახლაც კი ეშინია პირველ პოზიციას, აქ პირველ პოზიციაში შეძლებს, რომ ეს ყველაფერი ძველი, მლაშე, მძიმე, აი ჩაფლული რაშიც იყავით და უიმედობა რაც გქონდათ და თითქოს და ლოგიკური დასრულება უკვე უნდა მოხდეს ამ სიტუაციის და მდგომარეობის, აი ზუსტად ეს მოხდება. ამას ყველაფერს ჩამოიტოვებთ უკან და წახვალთ საერთოდ ახალში. აქ ასევე არის დიდი ტრანსფორმაცია, რომელიც მიდის წარმატებულად, რომელიც გეხმარებათ თქვენი წარმატების მიღწევაში, ხო? რომ გახდეთ უფრო მეტად ძლიერები, უფრო მეტად წარმატებულები. ძალიან მაგარია, კარგი. ახლა უფრო კონკრეტულად, ცხოვრების რა სფეროს შეეხება ეს პირველ პოზიციისთვის, ხო? ცხოვრების რა სფეროს, მაღალი არკანით მაჩვენოთ. სასიყვარულო თემა, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, კარიერა, სამსახური, ფინანსები, რუტინა, თუ ყველა სფერო ერთად. სასიყვარულო, თვითგანვითარება 8-8. ესე იგი ჯანმრთელობა, კი. კარიერა, სამსახური, ფინანსები,
რუტინა თუ ყველა ერთად. ყველა სფეროში შესაძლოა იყოს რაღაც სიახლე აქ. ყველა სფეროში იქნება ენერგიების შეცვლა. ყველა სფეროში გექნება შანსი, რომ შეცვალოთ მოცემულობა და რაღაც ახალი წამოიწყოთ და დაიწყოთ, ხო? იმოქმედოთ. ყველა სფეროში იქნება ამის შესაძლებლობა, მაგრამ მაღალი არკანები დაჯდა ჯანმრთელობაზე და ფინანსებზე. ხო? ფინანსებზე და ჯანმრთელობაზე. ესე იგი, ჯანმრთელობაში აქ რა მნიშვნელოვანი გადამტეხი? გაძლიერება თქვენი ჯანმრთელობის, ეს ფიზიკური თუ ეს მენტალური, იმიტომ რომ მენტალურად ახლა ძალიან ახლა ესეთი სტაბილური მდგომარეობა აქვს, როგორც არასტაბილური მდგომარეობა გაქვთ, ბუნებრივია, ლოგიკურია, ხო, ამით არებიდან გამომდინარე, თქვენი მენტალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ხო? თქვენი ფსიქოემოციური ფონი, ფსიქოლოგიური, მორალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, უფრო მეტად დამშვიდდება, დაალაგდება, ტრანსფორმირდება, მოხდება ამ ნეგატიური განწყობების შეცვლა, ნეგატიური აზრების შეცვლა, ტოქსიკური მდგომარეობებიდან გამოსვლა, ასე რომ აქ ჯანმრთელობაში იქნება ეს მნიშვნელოვანი გარდატეხა. ჯანმრთელობაშიც იქნება და ჯანმრთელობაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს აქ ეს. ფინანსებში ამოგვიყვება კიდევ მაღალი არკანი. კარტებს წავიღებ, იმიტომ რომ ხელს მიშლის, ხო? ფინანსებში ვნახოთ ახლა. ესე იგი, აქ ფინანსებსაც შეეხება ეს მნიშვნელოვანი. და რა იქნება აქ ფინანსებში? ოკეი. სასიხარულო ამბები იქნება აქ ფინანსებში, დასტაბილურდება ფინანსური ფონი. აქ ისიც შესაძლოა იყოს, რაღაც, როგორ თქვა, რაღაც, რასაც აღნიშნავთ თქვენ ფინანსებთან დაკავშირებით. აღნიშნავში გულისხმობთ რაღაც ფარტი, ივენთი რო იქნება, რომ ეს მოხდა ჩემს ფინანსებში, ხო? შესაძლოა აქ იყოს ფინანსებში ის, რომ რაღაც თანხები თუ რაღაც პრობლემებს დააღწიოთ თავი, ვისაც აქვს ფინანსურ სფეროსთან, უფრო დასტაბილურდეს თქვენი ფინანსური წყარო ან სფერო, ან ორივე ერთად. რაც ასევე კარიერაში ახალ შესაძლებლობებს უკავშირდება. ერთი სიტყვით, მომწონს. ესე იგი, აქ ეს მნიშვნელოვანი მომენტი, რაც მნიშვნელოვანი გარდამტეხი, საბედისწერო მომენტი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ გადაუხვიოთ ამ ხუთიანი ხმლის ენერგიებიდან და შეხვიდეთ 6-იან კვერთხების ენერგიაში, ზუსტად იქნება ის, რაც აქამდე ვახსენე და შეეხება განსაკუთრებულად თქვენს ჯანმრთელობას, რომელიც უფრო მეტად მენტალურზე იყო აქცენტი და ფინანსურ ფონსაც შეეხება, ხო? ბუნებრივია ვიღაცასთან შესაძლოა საერთოდ ყველა იყოს, იმიტომ რომ ყველა სფეროშიც ამოვიდა, რომ იქნება ცვლილება. ახლა ვნახოთ თვითონ სიახლე, ხო? რა სიახლე იქნება აქ? დახურვა წარსულის, ნახეთ, ზუსტად ამ პოზიციის საბოლოო დახურვა. პრინციპში აქ რაც ვისაუბრეთ, ისევ მივდივართ აქ, რომ ყველაფერი მძიმესი დახურვა. აქ დახურვა ამ ხუთიანი, დახურვა წარსული მძიმე ისტორიების, ან კონკრეტულ ადამიანთან, ან ზოგადად ისტორიის და საერთოდ ახალში გადასვლა. ესე იგი, ახალი ზუსტად ისაა, რომ ახალში გადახვალთ. სული კუთხით თუ გამოსვლა აქ, ზუსტად აქედან გამოსვლა, ამ მძიმე, გამოსვლა. არა, გამოსვლა აქ და სხვათა შორის. აქ, რადგანაც ფინანსებში დაჯდა, აქ საერთოდ ახალი შესაძლებლობა ფინანსებში. ფინანსებში აქ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი სიახლეები ექნება პირველ პოზიციას. და გამოსვლა, ზუსტად იმ მძიმე ენერგიებიდან, რაშიც ახლა იმყოფება პირველი პოზიცია, ან ეს იმყოფებოდა და ჯერ კიდევ ბოლომდე რო არ გამოსულა. კიდევ რა სიახლე იქნება აქ. ვაუ, 3 მაღალი არკანი. ეს არის შოკი, მეგობრებო, ეს არის ვაუ. რა მნიშვნელოვანი სიახლე. აქ საერთოდ ტოტალური ცვლილებები იქნება აქ. ესე იგი, ამ დონის ცვლილებები, ძალიან დიდი ცვლილებები იქნება აქ პირველ პოზიციის ცხოვრებაში. ბოდიშით, მეგობრებო, მომიწევთ, დაპაუზებ აქ ისეთი ამბები, ხო? გადი გამოდის ყველა. ერთი სიტყვით, ხო? აქ მნიშვნელოვანი ცვლილება ზუსტად ეს იქნება, რომ პირველი პოზიციის ცხოვრება საერთოდ სხვა საფეხურზე გადადის, საერთოდ სხვა ლეველზე გადადის. აქვე არის, რომ პირველი პოზიცია უფრო მეტად უკვე საბოლოო წერტილს სვამს იმ ყველა მძიმე სიტუაციაში, რაც იყო თქვენ ცხოვრებაში, ან გრძელდებოდა და ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ხო? იქნება ეს სფეროები, რაზეც ვისაუბრეთ, თუ საერთოდ ცხოვრების ყველა სფერო. სიტუაციას იღებს აქ თავის ხელში პირველი პოზიცია.
აქ არ ვიცი პირველი პოზიცია რას აკეთებს, აქ შემიძლია თქვა რაღაც ახალ ბევრ რამეს აკეთებს აქ პირველი პოზიცია. აქ საერთოდ პირველი პოზიცია ყველაფერს ეჭიდება და ეს ყველაფერი გამოუვა აქ პირველ პოზიციას. მთავარია მნიშვნელოვანი, რომ არ დაგავიწყოთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო, აქ შეიძლება იყოს ბიზნეს პარტნიორები, ადამიანები, ვისაც სურს თქვენთან კოლაბორაცია, ადამიანები, ვინც მზად არიან რაღაც მორალურად გვერდით დაგიდგნენ, დაგეხმარონ, ხო? ან ვიღაცებთან ერთიანად გააკეთოთ რაღაც საქმიანობა და აქ მნიშვნელოვანი დეტალი, ყველაფერი ეს, ყველა წარმოწყვეტა აუცილებლად გამოუვა პირველ პოზიციას, თუ პირველი პოზიცია არ ჩაწვება საწოლში და იფიქრებს ნეგატივს, ხო? რას გულისხმობ? არ მიიღებს რაღაც აბებს, წამლებს, ანტიდეპრესანტებს, რაღაცებს, არ იტყვის, რომ ვაიმე ეს პკივა, არ შემიძლია ის, რაც შემდეგ იწვევს ნეგატიურ აზრებს, შფოთვას, სტრესს, ასე შემდეგ. ამ ყველაფერიდან თუ შორს დაიჭერთ თავს და აიყვანთ თავს ხელში და აკონტროლებთ სიტუაციას, რომ დადებითად წავიდეს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოვა. ძალიან ისეთი საინტერესო და მართლა ძალიან დადებითი სიტუაციები არის აქ პირველ პოზიციასთან, თუ თვითონ პირველ პოზიციას რა თქმა უნდა ეს ყველაფერი და თვითონაც იმონაწილეებს იმაში, რომ ეს ასეც მოხდეს. კარგი, რჩევა პირველ პოზიციას, ხო? რჩევა პირველ პოზიციას. Beyond the ego, surrender the fall. ეგოს თემა არის აქ, ანუ თქვენი ეგო არ მოусმინეთ თქვენ ეგოს, ხო? რა ასპექტში ეს? მოусმინეთ თქვენს შინაგან ხმას, მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, არ გააკეთოთ არჩევანი ცხოვრებაში. ნებისმიერ არჩევანს გულისხმობ აქ, არ იხემძღვანელოთ მატერიით, არ იხემძღვანელოთ ეს მე წარმატებულს გამხდის, ან ეს უფრო მაგარს გამხდის, ან ამით მე ჩემ მეზობელს გადავახტები, ან უფრო ცნობილი გავხდები, ან თქვენი ეგოს მეშვეობით არ გააკეთოთ არჩევანი. გააკეთეთ არჩევანი თქვენი ინტუიციის მეშვეობით, ხო? მოусმინეთ თქვენ შინაგან ხმას, აირჩიეთ, გააკეთეთ ყველაფერი სუფთა გულით. და არა იმიტომ, რომ რაღაც სარგებელი მატერიალური დაინახოთ ამაში და კიდევ უფრო გაადიდოთ თქვენი ეგო. არა, იფიქრეთ თქვენს სულიერ მხარეზე და უფრო სულიერების, როგორ თქვა, სულიერებაზე დაყრდნობით იმქმედოთ. ოღონდ ნამდვილ და არა ის, რომ ეს ცუდია და ის კაია, არა, აქ არ არის ცუდი და კაი. აქ არის უბრალოდ ის, რომ ჩვენ წყვეტთ ყველაფერს და ისეთ ნაბიჯებს ვდგამთ, რაც არ მოიტანს ზარალს. არ მოგვიტანს ზარალს ჩვენ და რაც მთავარია, არ მოუტანს სხვებს ზარალს და არ მოუტანს ზარალს სამყაროს, ხო? უფრო ისეთი ფილოსოფიური საკითხები დგას აქ და არა მხოლოდ რაღაც პრაქტიკულ დონეზე, ხო? ეს რჩევა პრაქტიკულ დონეზე შეგიძლიათ გამოიყენოთ რასაკვირველია. ვინც ხვდება, რასაც ვამბობ, ხო, მიხვდება და ვინც არ მიხვდება და ეს არის. ასე რომ, მადლობა პირველ პოზიციას, მართლა ძალიან საინტერესო გაშლა იყო. თუ ეს ინფორმაცია გინდა, რომ უფრო მალე მოვიდეს შენ ცხოვრებაში, შენც რა თქმა უნდა იმოქმედო და გადადგა გარკვეული ნაბიჯები და აუცილებლად დალაიქე ეს გაშლა და დატოვე კომენტარი და ვისაც არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო გაშლა გვაქვს, მედიტაციებიც არის, ასე რომ გამოიწერეთ. ჩვენ კი წავიდეთ ახლა მეორე პოზიციასთან და ვესტუმროთ მეორე პოზიციას. ვინც ახლა შემოგვერთა, მივესალმები მეორე პოზიციას. ნახოთ აბა რა მნიშვნელოვანი საბედისწერო გარდამტეხი მომენტი მოხდება მეორე პოზიციის ცხოვრებაში. რა მიმართულებით შეიცვლება თქვენი ცხოვრება? რა მოსახვევში შეხვალთ? ნახოთ. ამისთვის ჯერ ვნახავთ იმ მოცემულობას, იმ ვითარებას, რაც ახლა აქვს მეორე პოზიციას, ხო? ეს არის იმისთვის,
რომ ლოგიკური ბმა გქონდეს ამ მთლიან გაშლას და ასევე იმისათვის, რომ თქვენ იგრძნოთ ეს თქვენი პოზიცია თუ არა, რეზონირდება თუ არა ეს ინფორმაცია თქვენთან. თუ ეს ინფორმაცია გრძნობთ, რომ თქვენთან ახლოს არ მოდის და არ რეზონირებს, მაშინ აირჩიეთ სხვა პოზიცია, ან შესაძლოა ეს არ არის უბრალოდ თქვენი გაშლა. ასევე დროის მონაკვეთი, ხო, რა დროზე ვუყურებთ ამ გაშლას. თქვენ თვითონ ჩაიფიქრეთ ის დროის მონაკვეთი, რაზეც გაინტერესებთ, რა მოხდება, რა შეიცვლება და ასე შემდეგ, ხო? და რასაც ვუვაგობ, გაშლა აქტუალურია მაშინ, როდესაც ჩართობთ და უყურებთ ამას. კარგი, ნახოთ ახლა მეორე პოზიციას, ცხოვრების რა ეტაპზეა, ხო, რა ხდება მის ცხოვრებაში ახლა, რა მნიშვნელოვანი ესეთი საბედისწერო გარდამტეხი მომენტი მოხდება, საით გადაუხვევს მისი ცხოვრება. რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია ეს, მაგრამ ესეთი ძირითადი პროგნოზს ვაკეთებთ, პროგნოსტირება, ასე რომ ვთქვათ, ზოგადი, სავარაუდო და რა მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. კარგი, ახლა ახლა რაღაც დახურა აქ მეორე პოზიციამ. ახლა, კარგი, ჩამიშალეთ ეს თემა. კარგი, მეორე პოზიცია აქ რაღაცებს ახლა გეგმავს, ასე რომ ვთქვათ. აქ არის პროექტები, გეგმები, ფიქრები. რაღაც უკვე დახურა მეორე პოზიციამ. აქ მეორე პოზიციამ რაღაც უკვე დახურა? თუ პროცესშია. პროცესშია, ჯერ კიდევ პროცესია, თუ უფრო ფიქრებია. უფრო როგორ რაღაცა იცი, რაღაც დახურეთ, ან ვიღაცასთან ურთიერთობა დახურეთ, ან რაღაც სიტუაცია დაასრულეთ, მაგრამ ჯერ კიდევ მაინც პროცესში რო ხარ, რომ აი რას ვაკეთებ ახლა, ხო? რა ნაბიჯები უნდა გადავტყვა, რა უნდა გავაკეთო და აი ფიქრი, უფრო რაღაცაზე ფიქრი, უფრო აქ გონებრივი ასპექტებია, უფრო ისეთი აქტიურობა ენერგეტიკული შესაძლოა არ იყოს, მაგრამ უფრო მენტალური აქტივობაა, რომ აი რას ვაკეთებ, რა ნაბიჯი იქნება, რა გეგმა მექნება. არის აქ გეგმის ნაწილიც? უბრალოდ, აქ მეორე პოზიცია ცდილობს გაერკვეს, რა, როგორ, რანაირად, ხო? უფრო ცდილობს დაალაგოს რაღაც გეგმები, მაგალითად უფრო მეტად გაერკვეს თვითონ რა სურს, იპოვოს ადამიანები, ვინც ამაში დაეხმარებიან, უფრო მეტად გაეცნოს საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს, ჩაეძიოს რაღაც საკითხებს. აი, ასე რომ ვთქვათ, უფრო ესეთი, მენტალური, ხო, კი. წმინდა მენტალური საკითხები, რაშიც იმყოფება ახლა მეორე პოზიცია. აქ არ არის ფიზიკური რაღაც დინამიკა აქტიურობა, აქ არის ზის მეორე პოზიცია და ფიქრობს, რაღაცები დაიხურა, მაგრამ ახლა კიდევ რაღაცები უნდა მოაგვაროს, რომ რაღაც გადაჭრას, გადაწყვიტოს თავისთვის, რომ იცოდეს რა ნაბიჯები გადადგას, როგორ რანაირად გააკეთოს და მიდის ფიქრა, მიდის ჩაძიება, მიდის საკუთარ თავისთან დიალოგი სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. ასე რომ ასეთი ვითარება გვაქვს აქ, ხო? კარგი, ნახოთ გადახვევა, საბედისწერო. აი, რასაც ეძებთ ახლა, რა შეკითხვებსაც სვამთ და პასუხები ჯერ არ არის და არ იცით, ხო? შესაძლოა ვიღაცას ფორმალურები ესეთი შეკითხვები აქვს დოკუმენტებთან დაკავშირებით. ვიღაცას შესაძლოა სულიერი, ან აი, სად არის ჩემი გზა, ან ამ ადამიანთან როგორ წარმართო სიტ. 1000 რაღაც, ხო? ახლა ბუნებრივია ყველა ადამიანს სხვადასხვა კითხვები ექნება იმ აუდიტორიიდან, ვინც უყურებს ახლა ამ გაშლას და ყველასთვის ერთი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აი, რასაც ახლა ეძებთ, რა ძიებაშიც იმყოფებით, იცოდეთ, რომ ამ პასუხს იპოვით სიტუაციის ამოხსნას, აი, იპოვით იმ გასაღებს, რაც აგიხელთ თვალებს. შესაძლოა აქ ვიღაცა დაგეხმაროთ, შესაძლოა თქვენ იყოთ აქ ის იეროფანტი, ვინც აღმოაჩენს და დაინახავს ზებუნებრივი ძალების მეშვეობით, ხო? ანუ ღვთაებრივი ძალების მეშვეობით იმ პასუხს, რასაც ეძებს აქ მეორე პოზიცია. კარგი, მოდი ჩავშალოთ ახლა ეს თემა უფრო როცოთ. კარგი, აი, რა ესეთი მნიშვნელოვანია ეს იეროფანტის ჩაშალეთ აბა. მე ვიტყოდი აქ მართლა არ არის გამორიცხული ის, რომ მეორე პოზიციამ ეს ამოხსნა და ეს პასუხი მიიღო ზუსტადაც, რომ ზებუნებრივი ძალებიდან, ღმერთისგან, ანგელოზებისგან, ან უბრალოდ თავისი ინტუიციისგან, ან უბრალოდ ისე მოხდეს, რომ თქვენ უეცრად იპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან, მაგრამ აქ აშკარად იგრძნობა და მე ვგრძნობ ამას და კარჩიც ჭანს, რომ ვიღაცის დახმარებით ხდება ეს. ესე იგი, აქ ვიღაც ეხმარება მეორე პოზიცია. მთვარე. აქ აშკარად არ არის, როგორ თქვა, არ არის ესეთი ფიგურა ადამიანური, აქ უფრო ინტუიცია, უფრო ესეთი ძალები, რასაც ჩვენ ვერ ვეხებით და ვერ ვხედავთ, ხო? აი, უფრო ასეთი რაღაცა არის აქ. ხო?
ისეთი ენერგიები, რასაც ჩვენ ვერ შევეხებით. ეს ამას უბრალოდ ვიგრძნობთ, ხო? აი ზუსტად ამ ძალებით შესაძლოა აქ დაილოცოთ, მიმართოთ ღმერთს მაგალითად და ზუსტადაც რომ მოგივიდეთ ეს პასუხი, ან ისე წარიმართოს სიტუაცია, რომ თქვენ დაინახოთ ეს. შესაძლოა ვიღაცამ იკითხოს რაღაც ინფორმაციები, აი იმ წიგნში იკითხოს, ამ სტატიაში მოიძებნოს რა, როგორ, რანაირად, ხო, ინტერნეტ სივრცეში ხა უამრავი ინფორმაცია დევს და ზუსტად იქ რაღაცნაირად დამთხოვიტობის მეშვეობით თუ არ ვიცი, ხო, სასწაულები ხდება, იპოვოთ ის, რაზეც ახლა ფიქრობთ, ხო? ნუ აქ უამრავი რაღაც შესაძლოა იყოს, იმიტომ რომ კონტექსტი ყველა სხვადასხვა აქვს, მაგრამ მთავარი არის, რომ ის, რაც ახლა წარმოადგენს რაღაც ამოცანას თქვენთვის, ხო? ამ ამოცანას ახლა მომავალში თქვენ ამოხსნით. კარგი, ახლა მე აქ მინდა ვიკითხო, ხო? ეს ასეთი მნიშვნელოვანი საბედისწერო გადახვევა ორიანი ხლებიდან. რა სფეროს შეეხება მაგალი არკანებით მაჩვენეთ? რომელ სფეროს? სასიყვარულოს, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა, მენტალური, ფიზიკური, კარიერა, სამსახური, ფინანსები, რუტინული საკითხები თუ ყველა სფერო. სასიყვარულო. კი ბატონო. რო არა მოდის კაც. თვითგანვითარება არ მგონია იყოს. ჯანმრთელობა, არა. კარიერა, ფინანსები, რუტინა, ყველა ერთად. არა, აქ არის სასიყვარულო სფერო. აქ ეს უფრო სასიყვარულოს შეეხება. კი, მაგრამ აქ მინდა ვთქვა ისიც, რომ რადგანაც ეს საჯარო გაშლა, ხო, შესაძლოა ეს ინფორმაცია არ იყოს მხოლოდ თქვენ სასიყვარულო სფეროს, ხო? უმეტესობისთვის მაინც სასიყვარულოს შეეხება, მაგრამ არიან ისეთი მსმენელებიც, ვისაც მხოლოდ სასიყვარულო არ ექნება აქ. კარგი. და რატომ მანდა მაინც აი ამაზე მაღალი არკანი და რა ცვლილება იქნება ეს? ახალი გზა. აქ ახალი გზა, ახალი არჩევანი, ისეთი არჩევანი, რასაც აკეთებთ თქვენ. აქ რაღაც ახალი არ ვიცი, აქ ისიც შესაძლოა, რომ ვიღაცამ რაღაც დაიწეროს ჯვარი, ან შეხვდეს საბედისწერო პარტნიორს, არ ვიცი, გადავიდეს ახალ ეტაპზე, ყველაფერი ეს შესაძლებელია აქ. გარდა იმ თემებისა, რაზეც მე ვისაუბრე. შეხვდეს მის ისეთ ადამიანს, ვინც მისი soulmate-იც იქნება და ბევრ სხვა საკითხებშიც დაგეხმარებათ. აქ საბედისწერო ადამიანი თუ რაღაც არა, აქ კონკრეტულად, ვისაც არ უნდა შეხვდეთ, ეს პროცესი თქვენში მიმდინარეობს, თქვენით ხორციელდება ამ პასუხის პოვნა, რაზეც ვისაუბრე აქამდე, ხო? მაგრამ სასიყვარულოში კი იქნება აქ რაღაც სიახლეები, აშკარად თან. კარგი, რა სიახლე იქნება ეს? Tower. უცაბედი, ტოტალური, ტრანსფორმაციული. აბა ჩაშალეთ ეს სიახლე, რა სიახლეა ეს? Tower-ის მიხედვით. რა არის ეს? რა სიახლეა? უცაბედი სიახლე, აი რო რაღაც არ ხდებოდა, ვერ ხდებოდა გარკვეული მიზეზების გამო, აი ეს მოხდება. ეს ასეთი სასიხარულოა, სამართლიანობის მიხედვით ეს ძალიან სასიხარულოა. აქ ისევ სასიყვარულო თემაა თუ რაღაც სხვა საკითხიც. სხვა საკითხებიც არის, მაგრამ სასიყვარულოზე კვერთხები იყო და ისევ კვერთხი არის აქ სასიყვარულოც კი, მაგრამ ბუნებრივია სხვა საკითხებიც იქნება შიგნით გარეული. ვაუ, რას მოიტანს ეს სასიხარულოც? რას მოუტანს დაგეხმარებათ, რომ გამოხვიდეთ იმ რაღაც სიტუაციებიდან, გამოძვრეთ მძიმე სიტუაციებიდან და უფრო მეტად დასტაბილურდეთ. ხო, ან ჩამოყალიბდეთ, ან განვითარდეთ იმ გზით, რაც გინდოდათ, ან განახორციელოთ ის, რაც გინდოდათ და ვერ ხერხდებოდა. მაგარია, აქ მართლა ძალიან საინტერესო ესეთი ისტორია არის აქ. კარგი. ახლა მინდა ვიკითხო მე რჩევა მეორე პოზიციისთვის. ხო, რა ნაბიჯები გადადგა აქ მეორე პოზიციამ, რა დაეხმარება მას და ზოგადად რჩევა აქ მეორე პოზიციისთვის. Finding the path. You are the driver and the navigator. იპოვე შენი გზა. შენ ხარ მძღოლიო,
შენი ცხოვრების ამ სიტუაციაში შენ ხარო ნავიგატორიო. ზემოძალები, ტარო, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ ჩვენ ვართ მთავარი გმირები ჩვენი ცხოვრების, ასე რომ ჩვენ სადაც გვინდა, იქ მივალთ, ან როგორც გვინდა, ისე მივალთ. არჩევანი სულ ჩვენზეა. არჩევანი ნებისმიერ ცვლილებაზე, ნებისმიერ შედეგზე, ყველაფერს ჩვენზეა დამოკიდებული. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფრის პასუხისგებლობაც ასევე ჩვენს მხრებზეა, ხო? ასე რომ აქ იპოვეთ თქვენი გზა, იპოვეთ მიმართულება, აი რასაც ახლა ფიქრობთ, ხო? გაერკვეთ რა გინდათ, სად გინდათ და მიყევით ამ თქვენს გზას. როდესაც აირჩევთ, ხო, მიმართულებას. აი მაშინ ზემოძალებით დაგეხმარება თამაში აუცილებლად. მაგრამ აუცილებლად მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და ის მიგასწავლით სად არის თქვენი გზა. წარმატებები მეორე პოზიციას თუ ეთანხმებით ამ ინფორმაციას და გინდათ რომ ეს ინფორმაცია მალევე შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში ენერგეტიკულ დონეზე, რა თქმა უნდა, დალაიქეთ ეს ვიდეო, დატოვეთ კომენტარი და ვისაც სურს შეუძლია ჩაეწროს ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ხოლო ვისაც არ გამოუწერია ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო გაშლა არის, კიდევ უფრო მეტად იქნება და მედიტაციებიც დევს. ერთი მედიტაცია, რომელიც მე თვითონ შევქმნენი, მეორე პირველი მედიტაცია, რომელიც გადავთარგმნე მე ქართულად ჯონ კეფოსგან, რომელიც გეხმარება რომ აიხდინო ოცნებები და ეს არ არის უბრალოდ YouTube-ში ნანახი მედიტაცია, ეს პიროვნება, ვინც შექმნა ეს მედიტაცია მეცნიერი და ამაზე წიგნებიც აქვს დაწერილი და ნუ ეს დამტკიცებულია ეს მედიტაცია რომ მართლა მუშაობს, შესწავლილიც არის ტვინის ფუნქციონირების დონეზე, თუ როგორ ზეგავლენასახდეს ეს მედიტაცია. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესოა. უწევ რეკომენდაციას, რადგან მე თვითონაც ვიყენებდი ამ მედიტაციას. კარგი. მესამე პოზიცია. მივესალმებ მესამე პოზიციას და დავიწყოთ. ესე იგი, ვნახოთ რა მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება მესამე პოზიციის ცხოვრებაში. საბედისწერო მოვლენა, რაც, ასე რომ ვთქვათ, შეგაცვლებინებთ ცხოვრების რაკურსს, სხვა შესახვევში შეუხვევთ. ხო, ნუ არ ვიცი, ზუსტად. ვნახოთ აი ეს ყველაფერი. რაც შეეხება დროის ფაქტორს, ხო, თქვენ თვითონ ჩაიფიქრეთ ის დრო, რა დროზეც გინდათ რომ მოისმინოთ ეს გაშლა. ასევე ეს გაშლა აქტუალურია იმ დღიდან და დროდან, როდესაც მას ჩართავთ და მოусმინთ. ახლა ვნახავ მე რა ცხოვრების ეტაპზე იმყოფებით თქვენ და ეს არის იმისთვის, რომ იგრძნოთ ეს თქვენი სიგნიფიკაცია, თქვენი პოზიცია თუ არა. თუ გრძნობთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთან ახლოს არ მოდის და არ რეზონირდება, ესე იგი თქვენი პოზიცია ეს არ არის, აირჩიეთ სხვა პოზიცია, ან უბრალოდ აირჩიეთ სხვა გაშლა, იმიტომ რომ არის ხოლმე რომ არც ერთი პოზიცია არ ემთხვევა. ესეც არის, რადგანაც საჯარო ინფორმაცია. კარგი, მესამე პოზიციის ეტაპი, ხო? ახლა რა ცხოვრებისეულ ეტაპზე იმყოფება მესამე პოზიცია, რა ხდება მის ცხოვრებაში ახლა? რა მნიშვნელოვანი საბედისწერო ცვლილება მოხდება ახლო მომავალში, რაც შეაცვლევინებს მიმართულებას, მეორე პოზიციის ცხოვრებას და რა სიახლე იქნება აქ. ახლა. temperament. კი აქ მინდა ახლა კითხავენ. აქ ასეთ რელაქსშია და ძენში მე მესამე პოზიცია თუ პირიქით, ხანიკეთა. ვაი. ხანიკეთა, ხანაკეთა. არის აქ განვითარება, არის აქ რაღაც ისეთი დინამიკა არის აქ. აქ არ არის რაღაც დამყარებული ენერგიები. აქ მე ვიტყოდი ხანისე, ხანასე, ხანიკეთ, ხანაკეთ. კიდევ რა ეტაპია აქ ახლა? აქაც. არჩევნის ბუნებრივია აქ არის დიდი განვითარების ეტაპი, სადაც ადამიანი სულიერად ვითარდება, ცდილობს რომ გადააფასოს რაღაც მისი ფასეულობები, იმოქმედოს იდეური ეტაპი, კრეატიული ეტაპიც არის აქ, რომ აი რაღაცეების გაცნობა, საკუთარი თავის შესწავლა, მაგრამ აქ არ არის სტაბილობა, აქ არის რაღაც ხანიკეთ მახეთქებს ცხოვრება, ხანიკეთ მახეთქებს რა, ხან ზემოთ, ხან ქვემოთ, რაღაც არის სტაბილურობა. ხო, ემოციურად შესაძლოა ასევე არასტაბილური იყოს, ან შეიძლება სიტუაციები, არა, უფრო ემოციური არასტაბილურობა, ემოციური, აი ისეთი დაუბალანსებლობა, ხო, ემოციების დონეზე, არ არის ბალანსი, არ არის სიმშვიდე, არ არის ისეთი რაც ქვია temperance, ხო? ქართულად არ მახსოვს.
ქართულად არ მახსოვს როგორ ანუ ერთი სიტყვით ხო ვინც იცის მიხვდებით რას გულისხმობ არ არის ეს სიმშვიდე ზუსტადაც რომ ემოციური სიმშვიდე არ არის ამის გამო არის ბოდიში შტატივი არ არის სიმშვიდე არ არის სტაბილურობა და ამიტომ არის ემოციური ისეთი საქანელები ასე რომ ვთქვათ კარგი რა მნიშვნელოვანი აი რაზეც ახლა აქ რაზეც ახლა მუშაობს მესამე პოზიცია თუ ეს ასეთი არა ასეთი საცვლილება არის კარგი ჩამიშალეთ აბა რა არის ეს ოცნებების ასრულება აქ რაღაც ოცნებების ასრულება რაზეც მესამე პოზიცია ოცნებობდა აქ მაინც ესეთი ინფორმაციაც არის რომ აი თითქოს მესამე პოზიცია ამისკენ ილტვოდა რაღაცას აკეთებდა ამისთვის ხო რაღაც შრომობდა აი რო ყოფილიყო ის რაზეც ოცნებობს ან ხანგრძლივად ამას აკეთებდით ხო ან ხანგრძლივად რაღაც სულ ერთი და იგივე რაღაც ყოველ დღე ამაზე მანიფესტირებდით ან ფიქრობდით აი რაღაცა ისეთია რაზეც თქვენ ძალიან გინდოდათ გსურდათ და როგორც იქნებ თქვენ ამას ღებულობთ იმის ხარჯზე რომ თქვენ იშრომეთ რაღაცა გაიღეთ ამისთვის ხო ვაუ ეს პირდაპირ ასეთი ხო ეს ახალია საერთოდ სიახლე ოცნება მაგარია კარგი მაინტერესებს აქ რომელ სფეროს შეეხება აი ეს მომენტი აქ რომელ სფეროს მაღალი არკანი სასიყვარულოს და სასიყვარულოს თვითგანვითარება, ჯანმრთელობა, კარიერა სამსახური, ფინანსები, რუტინა, თუ ყველა სფერო ერთად. ნახოთ ახლა სასიყვარულო, თვითგანვითარებაც მომენტში არის რაღაცით. ჯანმრთელობა არა, კარიერა სამსახური, ფინანსები არა, რუტინა, თუ ყველა სფერო არა. ესე იგი აქ გვაქვს ორი თემა ჩვენ, ეს არის სასიყვარულო სფერო და ეს არის კარიერა, სასიყვარულო. აი ეს ორი თემა იქნება აქ, რაზეც მოახდენს ზეგავლენას. ხო, სასიყვარულოში აქ რა არის აქ? ესეთი. ეს ვიღაც ადამიანთან დაალაგება, ხო, ურთიერთობის არ ჩანს და გამოვაჩინე. კონკრეტულად აქ არის თვითონ კონკრეტულად პიროვნება, ვისთანაც ურთიერთობის უფრო მეტად ან დაალაგება, ან განვითარება, ან კიდევ რაღაც უფრო დინამიკა ურთიერთობაში. ეს კონკრეტულ ერთი ხო, კონკრეტულად ერთი პიროვნება. კარგი, კარიერაში აი კარიერაში თუ არ გზნობდით თავს ავსებულად, ან არ იყო ის არჩევანი, რაც თქვენ გავსებდათ, არ აკეთებდით იმას, რაც მოგწონდათ, ან ვერ აკეთებდით იმას, რაც გავსებდათ, კარიერაში აქ არის ახალი შესაძლებლობები. ასე რომ აქ ორივე სფერო და არა მხოლოდ ორივე, იმიტომ რომ ვიღაცასთან შესაძლოა სხვა სფეროებიც იყოს, რადგანაც ეს გაშლა მაინც საჯაროა, თუმცა უმეტესობისთვის აი ეს ორი სფერო, რაც ამოვიდა, ეს იქნება. ამ ორივე სფეროში აი ასე ვთქვათ, რა ენერგიაც დახარჯეთ, ჩახარჯეთ და ჯერ კიდევ აგრძელებთ, აი ზუსტად ეს ფასდებად ასე რომ ვთქვათ. და ეს იქნება მნიშვნელოვანი ისეთი ცვლილება აქ, ისეთი გადახვევა, საბედისწერო, რაც დაგეხმარებათ და რას მოუტანს ეს გადახვევა, ეს მეინტერესებს მე. ცოდნას, განვითარებას, გადაწყვეტილებას გაერკვევით. ჩამოყალიბდებით რა, როგორ რანაირად ასევე გამართლებაც არის, ხო? სულ ბევრი პენტაკლია, გამართლებაც არის. საქმეში გამართლება, ფინანსებში გამართლება, ურთიერთობებში გამართლება, სიახლე. ნახოთ, სიახლე. აი ზუსტად გამბლოკვა. ამას დავაქროდი მე ასე. გამბლოკვა. სიახლე, გამბლოკვა. კი, გამბლოკვა. აი ზუსტად იმ პოზიციიდან გამოსვლა, რომ აი ვერაფერი ვერ ვითარდება. ან თქვენ გრძნობდით თავს ასე, ან სიტუაცია იყო ასეთი, ხო? აი აქედან გამოსვლა. კიდევ ჩამიშალეთ ეს სიახლე. ავსება. ეს King of Pentacles პიროვნება, თუ სიტუაცია. ეს ფინანსური ავსება, ფინანსური კეთილდღება არის აქ, კარიერული თუ სასიყვარულო. ორივე, სასიყვარულო და კარიერული. აი ეს ორივე, სასიყვარულო და კარიერული. თუმცა აქ მინდა ისე ვთქვა, რომ ძალიან ბევრი პენტაკლებია და მატერიალური კუთხით ძალიან კარგი სტაბილური ხარისხიანი სიტუაციები იქნება აქ. რაც ახლა არ არის სტაბილური, აუცილებლად დასტაბილურდება, აუცილებლად გასაგები გახდება და თქვენ ძალიან გაგიხარდებათ, ხო? აი ძალიან სასიხარულო ხარისხიანი ცვლილება არის აქ. კარგი.
ფიქრობ ახლა რა კითხვა დავსვა. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? ну, იმიტომ რომ აქ იქნება ცვლილებები, იმიტომ რა ქვია, თქვენ იბრძოლებთ თქვენი ინტერესებისთვის, თქვენი იდეებისთვის და გამოხვალთ აი ამ რაღაც გაურკვეველ სიტუაციებიდან, სადაც შესაძლოა ბევრი კონფლიქტები მოგიწიათ, ბევრი ტურბულენცია იყო, ბევრი შეწინააღმდეგება გქონდათ. შესაძლოა ეს იყავით თქვენ და სხვა ადამიანები, ან თქვენ და კონკრეტული სიტუაცია, ან სიტუაციები, რაც არ გაძლევდათ, ესე იგი თავარი აქ რაც იგრძნობა მესამე პოზიციასთან, რომ რაღაც რაც არ ხდებოდა, ვერ ხდებოდა, იწელებოდა და თქვენ შრომობდით და მაინც არ გამოდიოდა და იყო რაღაც ბუქსირი, აი აქედან გამოსვლა, ამის მოგვარება და ისე გაკეთება თქვენ როგორც გინდათ და თქვენი გეგმების განხორციელება ერთი სიტყვით, ხო? მაგარია. კარგი. რჩევა. რჩევა ნახოთ აქ მესამე პოზიციისთვის. რჩევა, როგორ მოიქცეს, რას ურჩევთ მესამე პოზიციას აქ? რჩევა. ყველაფერი მნიშვნელოვანია, ხო? ჩაწვდით ყველანაირ ვითარების სიტუაციის სიღრმისეულ გულს, ასე რომ ვთქვათ, ჩაწვდით ყველაფერს. ნუ შეხედავთ ყველაფერს ზედაპირულად. ყველაფერს ჩაწვდით შინაგანად და ამავე დროულად თქვენ თვითონაც ჩაყევით თქვენს თავს სიღრმისეულად, ანუ თქვენს გულს მოусმინეთ, ხო? თქვენს ინტუიციას მოусმინეთ. გააკეთეთ არჩევანი თქვენი გულით. თქვენი ინტუიციით, რომ არ შეცდეთ. მხოლოდ მატერიით, ნუ აირჩევთ აქ რაღაცებს, იმიტომ რომ მესამე პოზიციას შესაძლოა გქონდეს ამის ამბიცია, ამის სურვილი, რაც ნუ ბუნებრივია 21 საუკუნეში. მაგრამ ეცადეთ, რომ გულით ჩაწვდეთ და არა მხოლოდ გონებრივად. ხო? გული ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ყველა სიტუაციის, ყველა როგორ ვთქვა, ყველა სიტუაციის, ყველა მოვლენის მნიშვნელოვნება არის სიღრმისეული და აი ამ სიღრმეში ჩადით და ამ სიღრმეში ჩახვათ, რომ მოусმეთ თქვენს გულს და მიყვებით თქვენს გულს და თქვენს ინტუიციას. ასე რომ წარმატებები მესამე პოზიციას, მადლობა ყველას, ვის მოусმინე და უყურეთ ჩემს გაშლას, თუ მოგწონთ აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი არხი. ასევე ვისაც სურვილი აქვს, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. წარმატებები ყველას.